გლდანის შტაბიდან გარიცხეს საკრებულოში ლელოს ფრაქციის წევრი მიხეილ კაკაურიძე. როგორც პარტიის განცხადებიდან ირკვევა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ფრაქციის წევრი ქართულ ოცნებას საკრებულოში კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო ქვორუმის შევსებაში დაეხმარა. შედეგად მმართველმა პარტიამ, რომელსაც ხმები არ ყოფნიდა, საკრებულოს ახალი თავმჯდომარისა და ვიცე-მერის არჩევა მოახერხა. მიხეილ კაკაურიძემ მიღებული გადაწყვეტილებით 2004 წლიდან ლელოს მხრიდან საკრებულოს მუშაობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი დაარღვია. ქმედების საპასუხოდ კაკაურიძესთან პარტნიორობა შეწყდა და ის გლდანის შტაბიდან გაირიცხა. მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს თავად კაკაურიძე და ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ქვორუმის შევსებაში მისი ინიციატივების დაკმაყოფილების დაპირების სანაცვლოდ დაეხმარა. კაკაურიძე ლელოს ფრაქციიდან გარიცხვას უარყოფს და აცხადებს, რომ საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობს. Ქონდა მასთან კომუნიკაცია, განვუმარტე ამ გადაწყვეტილების პოტენციური შედეგი რა შეიძლება ყოფილიყო, რომ პარტიის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოყვებოდა ამ ყველაფერს, რატომ გააკეთა ამ ადამიანმა ეს, რატომ გადაწყვიტა ქართული ოცნების მაშველი რგოლობა და მათთვის დახმარება იმ ვითარებაში, როდესაც მათ სხვანაირად სხდომის ჩატარება არ გამოუვიდოდათ, ეს ცხადია, რომ კითხოთ მიხეილ კაკაურიძეს რატომ მოიქცა ასე. გიორგი ტყემალაძე არის ძალიან პიროვნულად რაღაც განსაკუთრებულად ისეთი კეთილშობილი და ჩამოყალიბებული ადამიანია, რომელსაც მე მაგალითად ვენდობი, მიუხედავად იმისა, რომ მე და ის სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური მხედველობა ძალიან განსხვავდება ჩვენი. ერთ კვირაში ისედაც მოახერხებდნენ, იმიტომ რომ ქვორუმი რეალურად ოცნებას აქვს საკრებულოში, უბრალოდ ჩანიშნული ქონდა კომისია, ისა სხდომა საკრებულოში და ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. იმავე დროს ჩვენ იგივე სიტყვიერი ესე ძალიან მარტივი, არანაირი განსაკუთრებული დიდი ფორმატის გარიგება და რაღაცა წერტილზემები და ხელმოწერები არ გქონია, მაგრამ მე არაერთი წინადადება მაქვს შეტანილი იგივე მთავრობაზე, იგივე საკრებულოში. ამათი განხილვა და დაკმაყოფილება, ესე ვთქვათ, ამ აღმიქვარ. თუ კი ვართ და სადეპუტატო ხარჯს იღებ საკრებულოში, საკრებულოს საქმიანობაში უნდა მიიღო მონაწილეობა. თუ კი ბოიკოტში ხარ, მაშინ დატოვე მანდატი და წადი.